მოკლედ იმის თქმა უნდა 2014 წელს ეწყო უკრაინის ამბავი, სადაც გამოჩნდნენ ეს ტროლები და მთელი მიმართულებები აქვს თან, ხო, ეს არ არის რაღაც ერთი მიმართულება, რომელიც რაღაც ჩვენი წყალებში პაბლის გასახიზიანებლად არის, ხო? ისინი მათთვის საერთოდაც არ ავართ პირდაპირ სამიზნე ჩვენ. პირიქით ისინი მუშაობენ იმ ადამიანებზე, რომლებსაც მერყევი პოზიცია გააჩნიათ ან გარკვეული მზაობა აქვთ ასეთი ინფორმაციის მიღებისა და დადასტურების, ხო? კონკრეტი ბაიას ეძახიან ამას სხვანაირად, ანუ შენ წინასწარ შემზადებული განწყობა გააქვს და უბრალოდ პროპაგანდა გიდასტურებს შენ განწყობას და ეს მოგწონს მერეში. ხო, ეხლა უბრალოდ ვილაპარაკობთ ამაზე, უნდა გესმოდეს, რომ 2014 წლის მერე წამოვიდა დასავლური იდეებით, მხარდაჭერად, როგორ შებრძოლებოდნენ ამასთან, პირველი რაც არის ფაქტ-ჩეკინგის ყოველთავად გავრცელებული მეთოდი, რაც თავისთავად კარგი არის, რომ შენ გამოაშკარავ ხალხი ამბავი, მაგრამ ეს ეფექტიანი არის, როდესაც ხალხი ამბავის გავრცელება არ ხდება რომელიღაც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროპაგანდის ფარგლებში. ხო, ვიღაცა 1000 qalbi ამბავი ვრცელდება ხოლმე და რომ უარყოფო საზოგადოება შესწომაში არ შევიდეს, მაგრამ როცა პროპაგანდაზეა საუბარი, მისი მიზანი არ არის ინფორმაციული მომარაგება ადამიანების. მათი მიზანი არის ემოციური ცვლილებები ადამიანებში. ან ისინი პროპაგანდა თამაშობს ყოველთვის ემოციებზე და აი ცნობიერი რომელიც ფილტრს ატარებს ინფორმაციას, მერე გადააქვს, ესეთი არ მოქმედებს, გათიშულია ეს პროცესი.